დღეს ახლობით 12 საათზე მე და ჩემი ოპერატორი გიგა კილასონია ვიყავით ეგრეთ წოდებულ საწყარზე ხურჩა ნაბაკევის საკონტროლო გამშვებპუნქტზე. ჩვენმა გამოჩენამ საკმაოდ გააღიზიანა რუსი და აფხაზი ძალოვანები. ისინი შეეცადნენ ჩვენს დაკავებას. ჩვენ ჯერ შეგაკითხინე რატომ ვიღებდით? მე აუხსენი რომ მე მაქვს ამის უფლება რომ გადავიღო, მაშინ გასცეს ბრძანება რომ ჩვენ დავეკავებინეთ. რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენ იძულებული ვიყავით გავქცეულიყავით იქიდან, თუმცა რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ უკვე დაიკავეს მიწაყრილის უკან თავიანთი პოზიციები. ჩვენ იქ დავრჩით დაახლოებით 20 წუთი, საჭირო გახდა სპეცდანიშნულების რაზმის გამოძახება, მე ვთხოვე, ისინი მოვიდნენ, მათ გაანეიტრალეს იქ ვითარება და სწორედ მათი მოსვლის შემდეგ გამოვედით. აღსანიშნავი ის არის, რომ მოსახლეობა, რომელიც გადმოდიოდა ეგრეთ წოდებული საზღვრის მეორე მხრიდან, გვაფრთხილებდნენ, რომ ჩვენი დაკავების ბრძანება იყო და ფაქტიურად ის მოსახლეობაც ჩვენს გვერდით დადგა. თუმცა ერთი პატარა ინციდენტიც იყო, იქ აღმოჩნდა ერთი აფხაზი ქალბატონი, რომელმაც წინააღმდეგობა გაგვიწია, აი რატომ იღებთ, რაში გჭირდებათ, თქვენ თუ გეშინიათ არ გადაიღოთ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი ჟურნალისტური ვალი მოვიხადეთ, დავაფიქსირეთ ის ხალხი, ვინც ვერ გადადიოდა და ვინც თუნდაც საბუთი ჰქონოდა, მოსახლეობა დღეს ვერ გადადიოდა, ეს ეგრეთ წოდებული პასპორტები და სინამდვილეში ჩვენი გვიყავით იმ ფაქტზე, რომ 25 ადამიანი დღეს უკანონოდ იქნა დაკავებული ეგრეთ წოდებულ საზღვარზე.